5 წლის მოდელს სხვა ბევრი რაღაც ფუნქციები აქვს. ეს მის საქმეს აკეთებს, კალბატონო. მის საქმეს ზევით, როცა ასვლა დაგჭირდება, ეს ესე აგერ უყურეთ, ეს ესე იღება და ზევით ახვალ რაღაცას დააწყობ დედამთილი, ხო? ჩემი დედამთილი. ჩხოროწყუში რო ჩახვალ და რაღაცას რო გამოგატანს დედამთილი, სოფლის ნობაც, აქ უნდა დაალაგო ყველაფერი და ბევრი უნდა გამოგატანოს, ნათია, ბევრი უნდა გამოგატანოს, იმიტომ რომ შეხედე უკანაც რამოდენ ადგილია. არა, იქით, არა, იქით უნდა წაიღო ბევრი, რა თქმა უნდა, მაგრამ აქით ცოტა მეტი უნდა გამოგატანოს. ერთი სიტყვით ვანახოთ მოსახლეობას ეს ავტომობილები. ჩვენ უკვე აქეთ კოტე, აჩვენე, ჩვენ უკვე ხვალიდან უკვე დავიწყებთ ამ ავტომობილების გადაცემას იმ ადამიანებისთვის, ვისაც დაჯავშნილი ჰქონდა. ეს ავტომობილი არის დღეს საუკეთესო ვარიანტი და არ მინდა ახლა რომელ ავტომობილს შევადარო. 4-4-ზე აი იმდენად კარგად დადის ეს ავტომობილი და აი იმდენად გვასიამოვნა, რა ვიცი, მარიამ მანქანიადად გამყიდა ბაკურიანში. და ქალს მოეწონა, ერთ ქალს მოეწონა მანქანა. და მარიამს ეგონა რომ მანქანა მოეწონა თუ არა და თქვენ მოეწონეთ. კი, ვადასტურებავ ინფორმაციას. ახლა კიდევ ერთჯერ ყველა კომპანიაში არიან ახალგაზრდები, რომელსაც სტიმული ჭირდებათ, ხო? კიდევ ერთჯერ სვიადის მშობლებს დიდი მადლობა მინდა გადავხადო იმისთვის, რომ ასეთი წესიერი შვილი აღზარდეს. ყველას უნდა თავისი შვილი წესიერი იყოს, მაგრამ ხანდახან ხმამაღლა რო ეტყვი, კი არ უნდა გაიქცე სახში ხმამაღლა მითხრეს იქო. ხმამაღლა იმიტომ გეუბნებიან, რომ ხმა დაბლა არ გესმის. მაშინ ხმამაღლა უნდა გითხრან, რომ გაიგოს, ხო? აი მითხარით. ამდენი წელია, პატარა ბიჭი მოვიდა, ხო? ამდენი წელია აქ მუშაობს და თქვი, აი კაცურად თქვი, ოდესმე შენიშვნა ვინმეს მიუწია? არა, გამორჩეულად ჩვენს მოყარე ადამიანია. გაჩერებული გინახია მარი? არასდროს. ჩემი მოსვლის პირველივე დღიდან ვამბობ ხოლმე, რომ მეთქი რანაირად არის ესეთი. აი უყურე როგორ არის. რაციაზე მთელი დღე არის ზვიადი და აი ეს ძალიან დიდი წარმატება. ჩემი ბუღალტერი, აგერ ჩემი მოადგილე, აი ეს ბიჭები, ვინც თქვენთან მუშაობდნენ ამდენი ხანია, ეს ბიჭებიც ყველაფერს აკეთებენ და საუკეთესოები არიან და მინდა გისურვოთ წარმატებები.